სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. დღეს გავაგზავნებთ წმინდა ისააკ ასურის სიტყვების მოხილვას და ძალისაებ განმარტებას. ალბათ ყველა ადამიანს მეტნაკლებად განუცდია თუ რას ნიშნავს შინაგანი მყუდროება, შინაგანი სიმშვიდე. ადამიანს ერთხელ მაინც თუ განუცდია ეს, მერე მუდამ ენატრება, მით უმეტეს ამ სოფელს როგორი შფოთი ახლავს, შინაგანი მოუსვენრობა. ქრისტიანმა იცის, რა შემთხვევაში ექნება შინაგანი მყუდროება, სიმშვიდე, შინაგანი სითბო, სიტკბოება, კომფორტი ერთგვარი შინაგანი, სულიერი, რომელიც უკავშირდება იმედს, რომელიც უკავშირდება სიყვარულს, რომელიც უკავშირდება სიცოცხლეს, რომელიც უკავშირდება სიხარულს. ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ნება თანხვედრაშია ღვთისნებასთან. იმიტომ რომ რაც ჩამოვთვალე ეს ღირებულება, ეს ყველაფერი ღმერთია. ხშირად გვითხოვს, ხო, ცალკე სიცოცხლე, ცალკე ბედნიერება, ცალკე სიკეთე, ცალკე სიყვარული, ცალკე იმედი, ცალკე თავისუფლება და ასე შემდეგ. ეს ცალკე არ არსებობს, ეს ყველაფერი ღმერთია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რო გვახსოვდეს. სხვადასხვა რელიგიებმა შეიძლება სხვა სარწმუნოებებმა, სხვა სამხედველოებმა შემოგთავაზონ, რომ ღმერთთან კი არ იქნები, მაგრამ ღმერთი გაძლევს შენ რაღაცას. ესეთი რამე არ არსებობს ქრისტიანობაში. ყველაფერი ეს ღმერთია. თავის საღვთო ენერგიებში. ამიტომაც ჩვენ თანხვედრაში ვიქნებით ღვთისნებასთან, შევდივართ ღვთის ნების მყუდრო ნავსაყუდელში. მხოლოდ აი ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს ის რაც ჩამოვთვალეთ. და ეს არის მარადიული სიცოცხლის წინაგემოს ხილვა, სურნელებაა მარადიული სიცოცხლის, სასუფევლის. იქ სიკვდილი აღარ არსებობს. იქ მხოლოდ გარდაცვალებაა სიკვდილისაგან სიცოცხლეში. მაგრამ იმისათვის, რომ ღვთისნების მყუდრო ნავსაყუდელში შევცურდეთ, ამისათვის საჭიროა შევძლოთ ძველი კაცის გათავისუფლება და შევძლოთ ვნებებზე უარის თქმა. ის რაც ღმერთს განგვაშორებს, ანუ ცოდვებზე უარის თქმა. და ამიტომაც წმინდა მამები ძალიან ბევრს საუბრობენ ამგვარ საკითხებზე და აი დღევანდელი პირველი კითხვაც ისააკ ასური და რაც დღეს უნდა აღმოგიკითხოთ, ამას ეხება კითხვა 100-ია დასმული. როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა ძველი, უწმუნო ადამიანის, ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება და მოღვაწეობით ცხოვრებასთან შეგუება. ხო, საინტერესო სიტყვაა. ჯერ როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება, ეს ნიშნავს, რომ ეს არც ისე იოლია, იმიტომ რომ ის ჩვენ ბუნებად არის გადაქცეული. ცოდვა არის ჩვენ ბუნებად გადაქცეული. და მეორე, მოღვაწეობით ცხოვრებასთან შეგუება რას ნიშნავს? იმიტომ რომ უჭირს ადამიანს, იმიტომ რომ ჩვენი ბუნებისათვის უცხო ხილია იყოს ქრისტეს ერთგული. ჩვენი გულისთვის და ყველაფერი ჩვენში რაც არის, უცხო ხილია ქრისტეს ერთგული იყოს. პასუხი ასეთია. ნახეთ, სხეული არასდროს დათანხმდება უარი თქვას საკუთარი საჭიროების დაკმაყოფილებაზე. ეს რას ნიშნავს? მას ცხოველური მიდრეკილებები აქვს და ცხოველზე უფრო მეტად ცხოველია, იმიტომ რომ თავის უნარჩვევებს და პირველ რიგში გონიერებას იყენებს იმისათვის, რომ უფრო და უფრო რაფინირებულად, უფრო და უფრო დახვეწილად, უფრო და უფრო მიზანმიმართულად, შემოქმედებითად ისიამოვნოს. და მე ამაზე უარის თქმა მას აღარ უნდა. როდესაც სიამოვნებათა და კომფორტის მომნიჭებელ გარემოცვაშია, მით უმეტეს, როდესაც ამგვარ გარემოში იმყოფება. ახლა ჩვენ ხედავთ, რომ თანამედროვე ცივილიზაცია უფრო მეტ და მეტ კომფორტს გთავაზობს. სად ახლა შუა საუკუნეების ადამიანი რა მდგომარეობაში იყო? მას პრაქტიკულად თავისუფალი დრო არ ქონა, თუ არ ჩავთვლით დიდ თავადებს და ესეთ ფუფუნებაში, მაგრამ ისინი ომობდნენ და სულ ვარჯიშობდნენ და სულ დაკავებული ხალხი იყო, მოდი ესე ვთქვათ, ფიზიკურად და უბრალო ადამიანი დღე და 24 საათი შრომობდა, რომ საკუთარი ოჯახი გამოეკვება. და დღევანდელი ადამიანი ფაქტობრივად პრაქტიკულად არ შრომობს, კი არის გამონაკლისები, მაგრამ ძირითადად მას და საიდან ჩანს ეს? მას აქვს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო. და რაში იყენებს ადამიანი ამ თავისუფალ დროს? სიამოვნებისა და კომფორტის გარემოს იწყობს. ჩვენ ამის გარეშე უბრალოდ არ შეგვიძლია. აბა ვიშეულია, რომ ცხელი წყალი არ გქონდეს და ასე შემდეგ და მაღაზიაში ჩავიდეს, იქვე არ იყიდოს და სათოხარი არ აქვს და ასე შემდეგ, ქალაქში მით უმეტეს.
ანუ მე მის თქმა მინდა რომ ჯერ ერთი ხორცს აქვს მიდრეკილება ეს სიამოვნებებისა და მე გარემო გვაქვს ისეთი თანამედროვე სამყარო ისეთ გარემოს გვთავაზობს და რაც უფრო დრო გავა უფრო და უფრო მეტად გამოუთავისუფლდება ადამიანს დრო იმისათვის რომ რა ქნას რა ლოცვაში გამოიყენებს იმ დროს საკუთარ ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებაში გამოიყენებს იმ დროს თუ სასიკეთოდ გამოიყენებს მხოლოდ დასვენებისათვის და ვიღაცაზე კი არ ვლაპარაკობ ჩემ თავზე ვლაპარაკობ ეს გარემოა ჩვენთვის ამიტომაც ძალიან გვიჭირს და ამიტომაც ჩვენი სხეული ვარს ამბობს ღვაწლზე რაც მოცემული აქვს ცივილიზაციით ეს უნდა ასე დროს გონება მანამდე ვერ შეძლებს სხეულის დამორჩილებას ხო გვინა სხეული დავემორჩილოთ ხო მარხვა რა არის მარხვა სინამდვილეში რა არის ეს სხეულის დამორჩილების მცდელობა ასე დროს გონება მანამდე ვერ შეძლებს სხეულის დამორჩილებას სანამ ეს უკანასკნელი ამგვარ გარემოში იმყოფება აქედან გამომდინარე არსებობს მარხვა აქედან გამომდინარე არსებობს ასკეზა ჩვენ პატარა გაჭირებაზე და ხო რაღაც მარხვა არ შემიძლია მარხვა არ შემიძლია და მარხვა ხო არაკომფორტულია მარხვა რა თქმა უნდა არაკომფორტულია და აი ნახეთ ავადმყოფობა სხეულის ავადმყოფობა ზოგჯერ მამებთან წაგვიკითხავს რომ ავადმყოფობა მარხვაზე უფრო დიდი ღვაწლია თუ ამას ადამიანი მადლიერებით მოითმეს და არა წუწუნით ის როგორც მარხვის დროს არ უნდა წუწუნობდეს ავადმყოფობის დროსაც არ უნდა წუწუნებდეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ რომ არაკომფორტული გარემო რომ არის ჩვენი ხორცისთვის ნეფსით ანუ მარხვით და უნებლიეთ ავადმყოფობით ღირსეულად ვიტვირთოთ და გვახსოვდეს რომ ღვთისგანგებულებით არის ეს რომ ჩვენი ხორცი მიეჩვიოს არაკომფორტულობას რომ მე თავისი პირობები არ შემოგთავაზოს ამიტომ უფალმა სავალდებულოდ მოგვცა ამ სოფლისაგან განშორებულობის მცნება სავალდებულოდ და ნახეთ ვიღაცა შეიძლება იფიქროს რომ ეს მონაზვნებს მის ამ სოფლიდან განშორებულობის ცნება არა სახარების ყველა ცნება აბსოლუტურად არის ყველასთვის ერისკაცისთვის მონაზვნებისთვის და როცა ისააკასური ამბობს რომ უფალმა სავალდებულოდ მოგვცა ამ სოფლისაგან განშორებულობის ცნება მოყავს სახარების სიტყვები მათე სახარებიდან რქვამას იესო უკეთ უგნებავს რათა სრულიყო და ვინ არის სრული ის ვინც ქრისტესთან არის ქრისტესთან არ ახარ სრული არ ახარ სრულყოფილი არ ახარ ეგ არის ცხონება სრულყოფილება არის ქრისტესთან ყოფობა უკეთ უგნებავს სრულიყო წარვეთ განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქონდეს საუნჯე ცათაშინა მოვედ და შემომიდექინ მე აქ იგულისხმება არა იმდენად მატერიალური გაღატაკება საკუთარი თავის არამედ გულის გათავისუფლება ყველაფრისგან მატერიალურისგან არამატერიალურისგან როცა გულში ჩვენ აღარაფერი გვაქვს გარდა საუნჯე სადაც არის საუნჯე თქვენი იქაც იყოს გული ანუ ჩვენი გული ჩვენ გულში ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა იყოს და მოვედა შემომიდექ მე ასეთი ადამიანი რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ერთგულებით ცხოვრობს და იმ გზაზე დგას გზასაც ქრისტე ქვია აუცილებლად უნდა მოვიძულოთ ყველაფერი რაც ქრისტესთან ერთობაში ხელს გვიშლის და რა გვიშლის ქრისტესთან ერთობაში ხელს ყველაფერი რაც ქრისტესთან ერთად სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. ეხლა აქედან განსაჯეთ. აი მაგალითად თუ ადამიანს უყვარს მაგარი მანქანები. უშლის თუ არა ხელს ეს რომ სასუფეველი დაიმკვიდროს. რა თქმა უნდა უშლის. იმიტომ რომ სასუფეველში მანქანას ვერ წაიღებ. მაგრამ უშლის თუ არა ადამიანს ხელს მოყვასის თავგანწირული სიყვარული არ უშლის, იმიტომ რომ მოყვასი ჩვენთან ერთად სასუფეველში იქნება თუ ორივე ცხონდით. ძალიან მარტივია. ეხლა ვიღაცა იტყვის მანქანა არ მყავდეს, ვინ თქვა რომ არ ყავდეს? მანქანაც უნდა ყავდეს და ფეხსაცმელიც გეცვას. მაგრამ მას შენ გულში არ უნდა კონდეს ადგილი. და ეს როგორ მივხვდე? ვიცხოვროთ სულიერად, შევიყვაროთ იესოს სახელი და სულ თქვაზე უტკბესად ვაქციოთ იგი ჩვენთვის და თვითონ უფალი გვასწავლის და გვანახებს ჩვენ გულში რა არის. დამერწმუნეთ, რომ როდესაც ჩვენს გულში ქრისტე დამკვიდრდება, იქ სხვა არაფერი აღარ გაჩერდება. რაც არ უნდა გქონდეს, ის შენთვის იქნება როგორც ხშირად ადრე წლების იქით გეუბნებოდით, როგორც კბილის ჯაგრისი. ეხლა მე რო კბილის ჯაგრისი ვთქვა, რომ ჩვენი გული არ უნდა მიეწებოს კბილის ჯაგრისს, თუ ხო არ გაგიჩნდებათ კითხვა და როგორ კბილის ჯაგრისი არ გქონდეს? ხო, მიხვდებით, რომ კბილის ჯაგრისი კი უნდა გქონდეს, მაგრამ არ შეიყვაროთ კბილის ჯაგრისი. ასევეა ნებისმიერი ნივთი
რაც ჩვენ გვაქვს. პავლე მოციქულიც ქრისტეს ჯვრის ტვირთვის მსურველთ, ჩვენ ხო ვართ ქრისტეს ჯვრის ტვირთვის მსურველნი, ჩვენ ვართ ეს. ანუ პავლე მოციქული ჩვენ გვეუბნება ამას. პავლე მოციქულიც ქრისტეს ჯვრის ტვირთვის მსურველთ გვამცნებს. და რას ამბობს? პავლე მოციქული, გახსოვთ ეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან არის. ამიტომ იესოც თავისი სისხლით, რომ განეწმინდა ხალხი ბჭის, ანუ ქალაქის კარების გარეთ, ევნო. ანუ ხო იერუსალიმის ქალაქიდან გაიყვანეს გოლგოთა ქალაქის კარიბჭის გარეთ მდებარეობდა. მას გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ, ანუ იერუსალიმი როგორც ქალაქი, როგორც ბანაკი. მას გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ, ანუ ამ სოფელმა თავის წიაღიდან მოიძულა ღმერთი, რომ მოკლა და მოკლათან თავისი სადაც ცხოვრობდნენ იმის გარეთ, ანუ ამით აჩვენა ღმერთს, რომ იცი რა, შენ საერთოდ არ გვინდი ხარ. მოგიძულეთ, ჩვენგან განგაგდეთ და მოგკალით. და იერუსალიმი ხო სიმბოლოა გულისა. გულში არ ვიჩერებ ქრისტეს და გულიდან განვაგდებ ქრისტეს. ანუ ეს სოფელი განაგდებს ღმერთს თავისი ყოფიერებიდან. მას თავის სიმართლე აქვს, როგორც ფარისევლები ამბობენ, ჩვენი სიმართლე გვაქვს, ჩვენი ჟული გვაქვს და ამიტომ მაგას სიკვდილი ეკუთვნისო, პილატეს ეუბნებიან. ამ სოფელმა თქვა, რომ მე მაქვს ჩემი სიმართლე, ამ სოფლის სულმა თქვა, ღმერთი არ მჭირდება, რადგან იგი ხელში ჩავიგდე და მისი მოკვდინება შემილია, ამიტომ მას მოვიძულებ, გარეთ განვაგდებ და მოვკლავ. და მე სად ვიყო ამ დროს? თუ ქრისტიანი ვარ და პავლე ამბობს, მას გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა, ქრისტეს შეურაცხყოფა ვიტვირთოთ ჩვენ მასთან ერთად, ეს არის ქრისტიანობა. და მე ადამიანი ხო შეიძლება შეწუხდეს, რომ ესე იგი ეს რას ნიშნავს ეს და შეშინდეს და ამ დროს პავლე მოციქული ნუგეში სიტყვებს ამბობს, რადგან არ გვაქვს ჩვენ აქ მკვიდრი ქალაქი, სადაც ვიცხოვრებთ, არამედ მომავლის ქალაქს ვეძიებთ, რომელიც ღმერთის შექმნილია. ამ საკითხზე გესაუბრებით, რათა აგზელებს ის აკასული. სანამ ხორცში იმყოფებით და სანამ არ გარდაიცვლებით, რა, არენდოთ საკუთარ თავს. აი საკუთარი თავი, რას არენდოთ? საკუთარ შეგრძნებებს, საკუთარ გულის სიტყვებს, გულის თქმებს, გესმით, არენდოთ, იმიტომ რომ ისინი მატყუარიანი არიან. აბა როგორ ვიცხოვრო? ღვთისნება ორიენტირი. არა ჩემი გულის სიტყვა, არა ჩემი გულის თქმა, არა ჩემი სურვილები, არა ჩემი სიამოვნებები, არა ჩემი მისწრაფებები, არა ჩემი სიმართლე, აბა რა, ღვთისნება. მე ხო თავისუფალი ვარ. მე შემიძლია ანიქით წავიდე, ანაქეთ წამოვიდე. ჩემი გულის სიტყვა და გულის თქმა და სურვილი და ჩემი ხორცი რაღაცას მთხოვს, ჩემი ეგოისტური სული რაღაცას მთხოვს და ადამიანი საცოდავი ადამიანი, რასაც ეს დაცემული ბუნება თხოვს, იმას ასრულებს. აი როგორც ვირსო დაუკიდებენ ჩალას და ჩალას რომ მისდევს და რო ვერ წდება. აი მას ასრულებს და გონია რომ თავისუფალია. თავისუფლება ეგ კი არ არის. არჩევანი უნდა გააკეთო და რაში ხორცს ეს სიამოვნება თუ ის, ამაში კი არ უნდა გააკეთო არჩევანი. შენ როგორც ამ ქვეყნიურ არსებასა და მარადიულ არსებას ღვთისშვილს შორის არჩევანი უნდა გააკეთო და შესაბამისად შენ უნდა იცოდე რომ ერთი ამ ყველაფერს შენი ბუნება კი გთხოვს რაც ჩამოვთვალებ, მაგრამ არის ერთადერთი სიცოცხლის, ერთადერთი ყოფიერების, ერთადერთი ბედნიერების, ერთადერთი სიხარულის, ერთადერთი სიყვარულის, გესმის, ერთადერთი რაც არის ღმერთი, მისი ნება. და აი როცა შენ თავისუფალი ხარ მართლა, ხო შეხედავ და მე მინდა ღმერთის ნება ავირჩიო და იწყებ ღმერთის ნებით ცხოვრებას და იწყებ ომს, კეთილ ომს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, კეთილ ომს იწყებ საკუთარ თავთან. და სანამ არ გარდაიცვლებით, არენდოთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ გარდაცვალების მერე, აი რა გვაცდუნებს ჩვენ, ხო აქ ვნებები, რა არის ვნებები, რომელიც მაცდუნებელი მიდრეკილებები ადამიანის, რომელიც მერე ვნებას გაყენებს, ხო ანუ გაზიანებს. როგორც კი გარდაიცვლება ადამიანი, ეს სოფელი ჩაგეხსნება, მორჩა, ვერაფრით არ გაცდუნებს, ვერც კარიერით, ვერც პატივმოყვარეობით, ვერაფრით არ გაცდუნებს, ჩაგეხსნება, ოღონდ თუ ქრისტესთან არ იქენი, მაშინ აღმოჩნდები იმის ხელში, ვის მთელი ცხოვრება შენზე ნადირობდა და მოგინადირებს. ხოლო თუ ქრისტესთან იქნები, ისეთ სიხარულში შეხარ, რომლის წარმოდგენა ჩვენ არა გვაქვს. კითხვა კიდე ესეთი, როგორია ცოდვასთან ბრძოლის დასაწყისი? რითი იწყებს
ადამიანი ამ ბრძოლას? პასუხი ასეთია. სიღრმეში დამკვიდრებულ ცოდვასთან და ვნებებთან ბრძოლა ღვიძარებითა და მარხვით იწყება. ნახეთ, როგორ ამბობს, სიღრმეში დამკვიდრებული ცოდვა, სიღრმეში დამკვიდრებული ცოდვა. ანუ ეს ნიშნავს, ხო შეიძლება თქვა, რომ ჩვენში დამკვიდრებულ ცოდვასთან და ვნებებთან ბრძოლა არა, სიღრმეში. ანუ მას აქვს ფესვები გადმული ჩვენში. მას ესე უბრალოდ ადვილად ვერ ამოწირკვა. დავინახეთ ცოდვა, მოდი ახლა ამ ცოდვას აღარ ვიზავ და მურჩა. ეგრე არ გამოდის. მას ფესვებია გამდგარი ჩვენში და მისი ამოძირკვა არის ურთულესი. ამიტომაც ამბობს სიღრმეში დამკვიდრებულ ცოდვასთან და ვნებებთან ბრძოლა და პირველი რითი იწყება? პირველი ესე იგი ბრძოლის დასაწყისი ხო სულიერი ცხოვრების დაწყება როცა გვინდა და ჩვენს დასაწყისში ვიმყოფებით სამწუხაროდ. პირველი არის მღვიძარება. მღვიძარება რა არის? მუდმივი კონტროლი. რასაც ჩვენ სულ ამბობთ. მღვიძარება არა გაქვს, სიფხიზლე არა გაქვს, არაფერიც არა გაქვს. გესმის, არაფერი არა გაქვს, იმიტომ რომ ისინი ისე იზდებიან ის გულის სიტყვები, სარეველა ბალახი ისე იზდება. ახალი სულ, ხო არ გონიათ რაღაც ძველი ბალახი ამოსული და ძველი ფესვები და მორჩა, არა, ის სულ იბარტყებს, მუდმივად განახლების პროცესია, ცოდვა მუდმივად განახლების პროცესია, სულ ახალი ჩდება, ისინი ყოველი ახალ ფესვს იდგავს, ჩვენ მას გვიან აღმოვაჩენთ, იმიტომ რომ არ ვართ ღვიძარენი და გვძინავს. ის ფესვებს გაიდგავს, ახალი ამოვა, პატარა გველის წიწილი გველეშაპად გადაიქცევა, მერე ის გულის სიტყვების შემოთავაზებით ჩვენს ცდუნებას ახერხებს და ახალ წრეზე გავდივართ ცოდვისა და მერე იქ რაღაცა თითქოს დასრულდება, მერე მეორე იწყება, მერე მესამე და ამ დროს დავბერდი. ამ დროს მოვიდა გარდაცვალების პერიოდი და ამ დროს მოვკვდი უღმერთოდ და არაფერიც აღარ მიშველის მერე უკვე. ამიტომაც როგორ ვიწყებთ ბრძოლას ცოდვასთან? პირველი მღვიძარება. მღვიძარება როგორ უნდა მოახდინოს ადამიანმა? აი ესე ვიფხიზლო, ეგრე არა. ეს არ არის ფიზიოლოგიური მღვიძარება უბრალოდ. მღვიძარება არის მოუკლებელად იესოს სახელის მოხსენება გონებით გულში. მღვიძარებას თავის სახელი ქვია. ქრისტეს გარეშე მღვიძარება არ არსებობს. ადამიანის ფიზიოლოგიას შეუძლია რომ ეშმაკს დაუპირისპირდეს? აქ ხო ესე იგი ვის ვებრძვით? ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ. ჩვენ ვებრძვით ეშმაკს. ეშმაკი ჩვენ საპირისპიროდ დგას. როგორც ბდღვინავი ლომი, გესმით, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, პეტრე მოციქული, როგორც ბდღვინავი ლომი, ჩვენს პირდაპირ დგას. ის არასოდეს არ იღლება. მუდამ აქტიურია, აგრესიულია და მოდი ასე ვთქვათ, დახვეწილად, დიდი გამოცდილებით ომობს ჩვენს წინააღმდეგ. ეხლა ამას შენ ადამიანური რესურსით აჯობებ, ან მოატყვილებ, ან დაასუსტებ, ან დაღლი, გესმის, არაფერი არ მოხდება მსგავს. აბსოლუტურად უნარ ხო, როგორ რატო ადრეს ლომს მგელისთვის შეედარებინა, ხო? აი მგელთან, ძაღლთან რაღაცა ადამიანს თეორიული შანსი აქვს. რომ ცოტა ძლიერი თუ არის ადამიანი და რაღაცა შეიძლება გადაურჩეს. ლომთან შესაძლებლობა არ არის გადარჩენის. ნულოვანი შესაძლებლობა. იმიტომ ადრის ლომს, აგრესიულ ლომს, რომ შესაძლებლობა ნულოვანია ეშმაკთან ბრძოლაში, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ. ამიტომ ღვიძარება, კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის უბრალოდ ფიზიოლოგიური ღვიძარება, არამედ ეს არის ქრისტესთან ერთად მყოფობა. ვინ არის ვისაც არასოდეს ძინავს, ხო? ეს არის ქრისტე, რომელიც მუდამ დაგეხმარება შენ, რომ ეშმაკმა შენში ფესვები, ეშმაკის მიერ მოცემულმა გულის სიტყვებმა შენში ფესვები ვერ გაიდგოს. ამიტომ ღვიძარება, ისწავლება ქრისტესთან ერთად ყოფობის, რამე თუ ეს არის სწორედ ქრისტესთან ერთად ყოფობა და ქრისტესთან ერთად ყოფობა ისწავლება გონებისმიერი იესოს ლოცვით. თუ ეს ლოცვა ადამიანს არ აქვს, ანუ რას ნიშნავს? თუ ადამიანს აქვს უამრავი თეთრი ლაქა მის 24 საათი, ხო? თეთრი ლაქები, სადაც ქრისტე არ არის. ესეთი ადამიანი დაუცველია, იმიტომ რომ თეთრ ლაქებში ყოველთვის ეშმაკი ზის. არასოდეს არ არის ის, რომ ქრისტე შენ არ იყოს შენ გულში და ის ეშმაკი გაცდიდეს, ის არასოდეს არ გაცდის. ეგრევე შემოვა შენში, ეგრევე შემოდის. ამიტომაც ღვიძარება ნიშნავს ადამიანის ლოცვით მდგომარეობაში მყოფობას, რომელიც არის მოუკლებელი. და მარხვა ეს უკვე ადამიანი, რომელიც ღვიძარებით არის და ქრისტესთან ერთად მუდმივად ყოფობს, რა თქმა უნდა, მას უკვე ძალა ეძლევა თავის ხორცზე ბატონობისა და ეს იწყება
კუჭის მარხვით, გემოთ მოყარეობით, საბოლოო ჯამში ეს უნდა გადავიდეს ენის დამორჩილებაზე, თვალის დამორჩილებაზე, ნერვული სისტემის დამორჩილებაზე, დისციპლინაზე, გონების დამორჩილებაზე, აზრის დამორჩილებაზე და ასე შემდეგ. სწორედ მათ მიერ, ანუ ღვიძარები და მარხვით, ვლინდება ცოდვისადმი და ვნებებისადმი სიძულვილი. ეს წარმაგარი სიტყვებია. ადამიანები წლებით დადიან ეკლესიაში, რა ვქნა მამაო, ცოდვას ვერ ვამარცხებ, რა ვქნა ვნებებთან სუსტი ვარ. პირველ რიგში, რამდენად გძულს ცოდვა და ვნება, რომელიც არ გაძლევს საშუალებას ქრისტიანულად იცხოვრო, და თუ გძულს ეს სიძულვილი უნდა გამოვლინდეს მღვიძარებასა და მარხვაში. ანუ თუ მართლა გინდა რომ ქრისტეს უერთგულო, მაშინ კეთილი უნდა ინებო და დაიწყო მღვიძარების ცხოვრება, ანუ დაიწყო მოუკლებელი ლოცვითი პრაქტიკა და ძალიან დიდი ნებისყოფა ჭირდება ამის სწავლას და ფაქტიურად თავის გადადებაც გარკვეულწილად, იმიტომ რომ ეგრე მატვია შენში არაფერს შენში ღმერთი არ უნდა. ამ დროს იმას, რომ შენში ღმერთი არაფერს შენში ღმერთი არ უნდა, სწორედ ასეთ ბუნებას აიძულებ, რომ მუდმივად მოუხმოს იესო ქრისტეს, ღვთის ჭურჭელი გახდეს და საბოლოოდ ღვთის ტაძრად გადაიქცე. და მარხვა. რა თქმა უნდა, მინიმალური ღვაწლით, როგორც ყველა მარხულობს ეკლესიაში, შენს ისე იწყებ მარხვას, ზოგი ფიქრობს, რომ ეხა ეს რა არის, ნამდვილი მარხვა სადღაც შიმშილია, ნამდვილი მარხვა ჩვენ ხო არ შიმშილობთ, რა ისეთ კულინარიულ შედევრებს მივირთმევთ. არა უჭირს. ეკლესიასთან ერთად ვიმარხულოთ და ამერწმუნეთ, ამას თავისი ნაყოფი გამოაქვს, გესმით? და თუ ეს ქედმაღლურად ვიყურებთ, ნუ ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ახლა ის არ არის მასე. დაიწყეთ, გულმოდგინეთ. იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ექიმის რჩევით იძულებულია რაღაცა შეჭამოს. ასე დროს ჩანს, რომ ადამიანს ძულს ვნება, მას ისე ძულს ცოდვა და ისე ძულს ვნება, რომ ამისათვის იკლებს ყველაფერს და იწყებს ღვაწლს. იმიტომ რომ აღარ შეუძლია ატანა არა აქვს ცოდვისა და ვნებისა, იმიტომ რომ ის ართმევს ყველაზე ძვირფას, მას იესო ქრისტეს. აი ამ სიძულვის ცოდვისა და ვნებებისადმი მივყავართ უხილავი ბრძოლისკენ. უხილავი ბრძოლა, ანუ ადამიანი სულ ომობს და ეს ომის არ ჩანს თვალით, მაგრამ სულ ომშია, სულ ბრძოლაშია და კვლავ აგზელებს, რომელიც იწყება მარხვით და შემდგომ ღამის ტეხვითი მსახურებისა და მღვიძარებით ხელშეწყობილი გრძელდება. მარხვის უკვე მძიმე ფორმებია, ხო, ღამის ტეხვა, ღამერლოცვა, რასაც ქვია და ფიზიკურ ღვიძარებაშიც რო გადადის და ზოგადად ღვიძარებაში. და ამით ხელშეწყობილი გრძელდება, რითაც უფრო და მეტად ადამიანი მყარდება ამ თავის ღვაწლში და მეტად ხდება ძალმოსილი ცოდვებთან ბრძოლაში და შესაბამისად მეტად ვკვიდდება მასში საღვთო მადლი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე და მეტად დგება ცხონების გზაზე. ეს არის ჩვენი საკეთებელი, რომელიც აუცილებლად უნდა ვაკეთოთ და ყველაფერ ამით ნელ-ნელა, უცებ არა, მაგრამ ნელ-ნელა შევცურავთ ღვთის ნების მყუდრო ნავსაყუდელში და გვექნება ჯერ კიდევ ხორჩი მყოფებს წინა გემოს ხილვა სასუფევლის სიტყვებისა, სასუფევლისა, სამოთხისა, რომელიც თავად იესო ქრისტეა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.